ურთიერთობის პერსპექტივა, მოდით ეს თემა განვიხილოთ, ჩვენ მიმოვიხილოთ. პირადი ურთიერთობა აქვს თუ არა განვითარების საშუალება. ნახოთ, რა ხდება. მესიჯი ყველასთვის იქნება, მაგრამ არა ყველაფერი, რა თქმა უნდა და გაითვალისწინეთ. პირდაპირ ერთი თვალის შევლებითაც შემიძლია ვთქვა, რომ აქვს პერსპექტივა. რომ თქვენმა ურთიერთობამ შეავსოს ერთმანეთის ემოციური, სოციალური, ფიზიკური თუ ინტელექტუალური თვალსაზრისით ერთმანეთი. ასე თუ ისე დააკმაყოფილებთ ერთმანეთის მოთხოვნებს. ერთადერთი მთავარია ჯიბრში არ გადახვიდეთ დაპირისპირებაში. ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მოიტანა უკვე თქვენს შემთხვევაში დათმობის პოზიციები. გაცნობიერებული გაქვთ ორივე მხარეს ის, რომ ხან მან უნდა დაიხიოს უკან, ხან თქვენ ის, რომ კომპრომისები აუცილებლობას წარმოადგენს, რაც სხვათა შორის ძალიან დააბალანსებს თქვენს კავშირს, ურთიერთგაგებას, ურთიერთმორგებას, ურთიერთგაზიარებას, სტაბილურობის განცდას, რაც ასე აუცილებელია ნებისმიერ წყვილში. გაჭედვებიც ახლავს ახლა, რა თქმა უნდა, ურთიერთობას, იმიტომ რომ ნახეთ, ძალიან განსხვავებული ტიპის ადამიანები ხართ. აი როგორც იტყვიან ხოლმე, სხვადასხვა პლანეტაზე არიანო, აი დაახლოებით ეს რომ წარმოიდგინოთ. თუმცა საინტერესოც ეგ არის ზუსტად ის, რაც მას აქვს მაგალითად თვისებებში, არ გაქვთ თქვენ, ის რაც გაქვთ თქვენ, არ აქვს მას. ეს ყველაფერი კი თავისთავად ავსებს, ხო, ურთიერთობას. კი, აქვს პერსპექტივა, როგორ არ აქვს. აქვს ურთიერთობას პერსპექტივა, მეტად უფრო დაალაგდებით, მეტად უფრო მოეკიდებით, გაგებით ერთმანეთს, ძველი თუ ახალი წყენებიც დაიხევს უკან. მეტად იქნება გამოხატული სიტყვები ქმედებებთან ერთად. ადამიანები არ ვიცვლებით ხასიათით, მაგრამ ვცვლით დამოკიდებულებებს, ხო? და ზუსტად დამოკიდებულება შეიცვლება ერთმანეთის მიმართ. რაც მაგალითად მეტ მიმღებლობაში იქნება გამოხატული. ურთიერთობაში მიმღებლობა ხომ აი ყველაზე აუცილებელია. ეს ისედაც იცით. მეტი მიზიდულობაც გაჩნდება, სურვილებიც. აშკარად რაღაც აი ურთიერთობა გადადის სხვა ეტაპზე. უკეთესში, რა თქმა უნდა, უფრო რაღაცნაირად განმტკიცებული, უფრო სტაბილური, უფრო დაბალანსებული. სხვათა შორის ეს დაპაუზებული წყვილების შემთხვევაშიც იგულისხმება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი პერსპექტივის სახით მათთანაც არის ასახული. რადგან სასიამოვნო პერიოდის დასაწყისში დგახართ, რაც იმას ნიშნავს, რომ მაგალითად დაპაუზებული ურთიერთობები დაექვემდებარება შერიგებას, აღდგენას და ეს ყველაფერი უკვე მოიტანს თავისთავად განვითარების გზას. აი ვიღაც ხომ ესიც ელოდება, ვიღაც ზარს ელოდება, ვიღაცა დაბრუნებას ელოდება. კი, არის, ანუ პერსპექტივა ურთიერთობის ნებისმიერ შემთხვევაში განვითარებადი არის. სხვათა შორის ბევრი ურთიერთობა აღდგება კიდევაც, ანუ ის რაც ძველი იყო, აი ყოფილების თემა, ოღონდ ძალიან შორეულ ყოფილებზე არ მაქვს საუბარი, აი ვისთანაც მაგალითად რაღაც ცოტა ხნით დაპაუზებულ ურთიერთობებში რომ ხართ, აი ასეთებს განსაკუთრებით, თორე ახლა 5 წლის წინ რო ვიღაც წავიდა, იმან იპოვა თავისი გზა, რა თქმა უნდა. იშვიათ შემთხვევაში ასეთებიც ბრუნდებიან, მაგრამ მაინც. თუმცა ჩვენ სხვა კითხვა დავსვით, აქვს თუ არა ურთიერთობას პერსპექტივა და მე ვიტყოდი, რომ კი, აქვს. მესიჯი ყველასთვის არის, მაგრამ არა ყველაფერი ესეც გაითვალისწინეთ. მე წარმატებებს გისურვებთ, პირადი კითხვები WhatsApp-ზე მომწერეთ 557-73-53. ოღონდ გთხოვთ, ნუ მირეკავთ, მომწერეთ და ყველას კი პასუხებთ.